მოგესალმებით მეგობრებო, განმოგზავნებთ C# პროგრამირების ენის შესწავლას და დღეს გვექნება თემა, რომელსაც ეწოდება დარეზერვებული სიტყვა out-ი. იმისთვის რომ უყუროთ ამ ლექციას და გაიგოთ რა არის დარეზერვებული სიტყვა out-ი, თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ წინა ლექცია ნანახი, სადაც ჩვენ საუბრობთ მეორე დარეზერვებულ სიტყვაზე, რომელსაც ეწოდება ref-ი. ამ ვიდეოს აღწერაში იქნება ლინკი ამ ვიდეოზე, რომელზეც გეუბნებით და შეგიძლიათ გადახვიდეთ ჯერ იმას უყუროთ და შემდეგ უყუროთ აი ამ ვიდეოს, დღევანდელ ვიდეოს out-ის შესახებ, იმიტომ რომ out-ის შესახებ საუბრობ ref-ის პარალელურად, ხო, იმიტომ რომ ეს ორი თემა თითქმის იდენტურია. თითქმის კი არა იდენტურია. ხო, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და მოგწონთ ჩემი არხი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ ვიდეოები, იმიტომ რომ არხი გახდეს უფრო მეტად პოპულარული. სანამ რამეს ვიტყოდეთ, ასე ვთქვათ, დავიწყებით out-ის შესახებ საუბარს, თქვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ თქვენ, ასე ვთქვათ, კარგად გესმოდეთ თუ როგორ მუშაობს დარეზერვებული სიტყვა ref-ი. იმიტომ რომ რეალურად ref-იც და out-იც ერთი და იგივე არის და ერთი და იგივე რაღაცას აკეთებენ. ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც პარამეტრში ჩვენ რაიმე მეთოდს გადავცემთ ref, რაიმე მეთოდს პარამეტრს გადავცემთ ref-ით ან out-ით, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ აი ამ პარამეტრს გადავცემთ არა უშუალოდ მონაცემით, არამედ მისამართით. რაც ნიშნავს იმას, რომ აი ამ მეთოდის შიგნით ამ პარამეტრის შეცვლის შედეგად საბოლოო მნიშვნელობა შეიცვლება ყველასთვის, ვინც აი ამ პარამეტრს უყურებს და ამ პარამეტრს ირეფერენსებს. ანუ მნიშვნელობა პარამეტრისგან შეიცვლება მთლიანად. მაგალითად დავწეროთ int a, რომელიც უდრის 10, შემდეგ foo მეთოდი და ამ foo მეთოდს პარამეტრად ref-ით გადავცეთ ჩვენი a, ანუ ხო, შემდეგ შეგვიძლია foo მეთოდში ეს value გავზარდოთ 1-ით, ანუ დავწეროთ value ++, ხო? აი ესე console write-line-ის ზევით. თუ ახლა დავდგებით debugger-ით foo მეთოდთან, ანუ main-ში და გავუშვებთ, შევხედავთ რომ a უდრის 10, აი ესე, ანუ აი ის a, სადაც ვაცხადებთ ამ ცვლადს, ანუ int a უდრის 10, აი ამ a-ს თუ შევხედავთ, დავინახავთ რომ ის უდრის 10, ხო? როგორც კი გადავალთ შემდეგ ნაბიჯზე, დავინახავთ რომ a-ის მნიშვნელობა შეიცვლება და გახდება 11. იმ a-ის მნიშვნელობა სადაც გვქნიდით, ხო? ანუ ორიგინალი მნიშვნელობა. ანუ ეს ვიცით რატომ ხდება და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ წინა ლექციაში, როდესაც ვსაუბრობდით ref-ის შესახებ. თუ ახლა ამას გადავცემთ ref-ის გარეშე და გავუშვებთ, დავინახოთ რომ foo-ს შესრულების შემდეგ ეს 10-იანის მნიშვნელობა არ შეიცვლება და დარჩება 10-იანად, ისევე როგორც იყო. იმიტომ რომ მეორე შემთხვევაში ჩვენ, ასე ვთქვათ, მუშაობდით აი ამ მეთოდს, აი ამ ცვლადის ასლზე, აი ამ მნიშვნელობის ასლზე და არა აუთენტურ მნიშვნელობაზე, ხოლო პირველ შემთხვევაში, როდესაც გადავცემდით ref პარამეტრით, ჩვენ, ასე ვთქვათ, მუშაობდით ორიგინალ მისამართზე. ხო, ნუ კი ბატონო, ეს ref-ით თუ გადავცემთ ამ მეთოდში, ხო, შეგვიძლია შევცვალოთ, ანუ გვაქვს იმის საშუალება და ფუფუნება, რომ რაღაცა ამ მნიშვნელობა შევცვალოთ და ამ values რაღაცა მივანიჭოთ, ან გავზარდოთ, ან ასე შემდეგ. მაგრამ ნუ თუ არ გვინდა, შეგვიძლია არც გავზარდოთ, ხო? ანუ უბრალოდ შეგვიძლია დავტოვოთ აი ესე როგორც არის და ეს value ++, საერთოდ არ დავუწეროთ. ეხლა ესეც ჩვეულებრივად იმუშავებს. აი აქ არის სწორედ, ასე ვთქვათ, მთავარი განსხვავება აი ამ სიტყვა ref-სა და სიტყვა out-ს შორის. თუ ref-ი, ასე ვთქვათ, არაფრის გაკეთებას არ გავალდებულებს იმ პარამეტრისთვის, რომელსაც გადავცემთ ref-ით, out-ის შემთხვევაში სურათი ცოტა განსხვავებულია. მოდი დავწეროთ მეორე მეთოდი, რომელსაც დავარქვენ static void foo2 მაგალითად, ანუ მეორე ფუნქცია და ამას უკვე გადავცეთ out-ით. აი ეს ჩვენი value. ამის შემდეგ ჩვეულებრივად დავწეროთ console write-line value. აი ეს. და ვხედავთ რომ თუ ასე ვთქვათ ზედა მუშაობდა ჩვეულებრივად და errors არ აგდებს, აი ეს ქვედა value
აწითლებს, ხო? ანუ ეს foo2 error-ს აგდებს. თუ მივიდეთ time error-თან, დავინახავთ, რომ გვეუბნება, რომ use of unsigned out parameter value. ანუ აი ამ ეს value პარამეტრი არის მიუნიჭებელიო. ანუ აი ჩვენ რაღაცა ჩვენ გვეუბნება გვალდებულებს, რომ აუცილებლად აი value პარამეტრს უნდა მივანიჭოთ რაიმე მნიშვნელობა. მაგალითად, მივანიჭოთ მნიშვნელობა 7-იანი. და თუ დავწერთ, რომ value უდრის 7-ს, ეს error ჩაქრება და ყველაფერი იმუშავებს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. თუ ეხლა ჩვენ main მეთოდში გამოვიყენებთ foo მეთოდის მაგალითად foo2 მეთოდს და out-ით გადავცემთ აი ჩვენ პარამეტრ a-ს, გავუშვებთ და მივიდანთ a-სთან, დავინახავთ, რომ ჯერ a უდრის 10-ს, კი ბატონო, თუ გადავალთ ერთი ნაბიჯით წინ, დავინახავთ, რომ a-ის მნიშვნელობა შეიცვალა როგორც ორიგინალი, ანუ თვითონ ორიგინალი a-ის მნიშვნელობა შეიცვალა და გახდა უკვე 7-იანი. შესაბამისად მუშაობს ზუსტად ისე, როგორც მუშაობს ref-ი, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ თუ გადავცემთ პარამეტრს out-ით, ჩვენ ამ პარამეტრს აუცილებლად რაღაცა უნდა მივანიჭოთ, რაღაცა მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ეს პროგრამა არ იმუშავებს. ხო, გამომდინარე აქედან, ანუ როცა ვიყენებთ მოდიფიკატორ out და მოდიფიკატორ refs, არის რაღაცა განსხვავებები, ხო, ან მუშაობასთან დაკავშირებით. მოდი მაგალითად რამდენიმე მათგანზე გავამახვილოთ ყურადღება. მოდი აი ისევ გამოვიძახოთ მეთოდი foo, აი აქ და ჩვეულებრივად ref-ით გადავცეთ მნიშვნელობა a. რა მოხდება ისეთ შემთხვევაში, თუ საწყის მნიშვნელობას, ანუ int a-ს მე აღარ მივანიჭებ 10-იანს. არამედ აი ამას წავშლი უბრალოდ. და აი int a-ს დავტოვებ ცალ-იანს. ხედავთ, რომ გამიწითლებს ჩემს foo-ს და ასე ვთქვათ, დამიწერს errors. თუ ჩავხედავთ აი ამ errors ის მეუბნება, რომ აუცილებლად უნდა მივანიჭო აი ამ a-ის მნიშვნელობა, თუ მინდა რომ გამოვიყენო ის მოდიფიკატორ ref-თან ერთად. თუ მე ახლა გამოვიყენებ მეთოდ foo2-ს და აი ამ ref-ის მაგივრად დავწერ out მოდიფიკატორს და აი ამაც ჩვეულებრივად, ხო, არ მივანიჭებ აი ჩემ a-ს და ანუ უბრალოდ არაფერს არ მივანიჭებ აი ჩემ a-ს, ჩვენ დავინახავთ, რომ არაფერი შეცდომა არ იქნება და ჩვენი პროგრამა ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას. რატომ არ აწითლებს ახლა ესეთ ქვევით, აი ესეთ შემთხვევაში თუ out-ს ვაძლევ და რატომ აწითლებს ref-ის შემთხვევაში? იმიტომ რომ ჩვეულებრივად ჩვენმა პროგრამამ ისედაც იცის, რომ თუ მე ვიყენებ out მოდიფიკატორს, მე ყველა ვარიანტში სადღაც აი ამ მნიშვნელობას ვანიჭებ, ასე ვთქვათ, რაღაცა მნიშვნელობას. ამ შემთხვევაში მე კი a-ს არაფერს არ ვანიჭებ, მაგრამ value-ს ვანიჭებ 7-იანს. აქედან გამომდინარე, ჩემმა კომპილერმა, ჩემმა Visual Studio მიცის, რომ ვერანაირად მე აქ ხარვეზი ფიზიკურად ვერ მექნება, იმიტომ რომ ვიყენებ out მოდიფიკატორს. out მოდიფიკატორი სადღაც მაინც მავალდებულებს, რომ აი ამ მნიშვნელობას მივანიჭო რაიმე. თუ და არა აქვს მნიშვნელობა რა სახელს დავარქმევ ამას a ერქმევა თუ value ერქმევა ამ შემთხვევაში ეს ერთი და იგივე არის, ეს აღიქვავს ერთ და იგივეთ. აქედან გამომდინარე, აი ამ out-ის გამოყენებისას შემიძლია აი აქ ამ მნიშვნელობას საერთოდ არ მივანიჭო და ეს ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას. იმიტომ რომ ამან იცის, რომ out-ის გამოყენება ისედაც მავალდებულებს, თუ მე რაიმე მეთოდს ვწერ და პარამეტრს გადავცემ out-ით, იმან ისედაც იცის, რომ აი აქ ზევით ვალდებული ვარ, რომ რაღაცა მნიშვნელობა მივანიჭო აი ამ value-ს. შესაბამისად არ გარიჩხუბებს ამაზე, არ გაბრაზდება ჩვენი კომპილერი და მომცემს საშუალებას, რომ გავაგრძელო მუშაობა. რაც შეეხება ref-ს, აქ სიტუაცია ცოტა სხვანაირად არის, რადგან ref-ს თუ ვიყენებთ, ჩვენ მივხვდით, რომ ასე ვთქვათ, აი აქ value-სთვის მონაცემის შეცვლის აუცილებლობა არ დგას და ეს ჩემს ნებასურველზე არის დამოკიდებული. თუ მინდა შევცვლი values აი ამ ref-ის გამოყენებით, თუ მინდა არ შევცვლი. აქედან გამომდინარე, როცა გადავცემთ ref-ს, აგდებს errors, იმიტომ რომ ის თავს იზღვევს კომპილერი, რომ რაიმე შეცდომა არ იყოს დაშვებული ჩემს კოდში. ხო, ახლა შეგვიძლია ჩვენ ესეთი ჩანაწერიც გავაკეთოთ, იმისთვის რომ აი ესე რამდენიმე კოდში არ მქონდეს დაწერილი ეს ჩანაწერები, ხო? ცალკე ვქმნი int a-ს ვანიჭებ 10-იანს, შემდეგ ვიყენებ out a-ს C#-ში, მე მგონი მე-6 ვერსიიდან C#-ში დაემატა ესეთი, ასე ვთქვათ, საშუალება, რომ მე შემიძლია
აი ამ მეთოდის შიგნითვე, ანუ foo2 მეთოდის შიგნითვე გამოვიძახო ჩემი int a მეთოდი. ანუ დავწერ out int a და ესე მეთოდის შიგნითვე გამოცხადდება ეს ჩემი მეთოდი, ესე ვთქვათ, ეს ჩემი ცვლადი. აი ეს და ეს ვხედავთ, რომ თუ დავწერთ out int a-ს მე სლადი გამოცხადდება აქვე და არა გარეთ, ხო? შესაბამისად ეს უფრო კომპაქტური და ესეთი ჩანაწერი იქნება. თუ დავწერ refs, აი out-ის მაგივრად და გამოვიყენებ foo მეთოდს და არა foo2 მეთოდს, დავინახავთ, რომ მოხდება ერორი. და ეს ერორი ხდება ისევ იგივე მიზეზის გამო, იმიტომ რომ აი როცა ვიყენებ out მოდიფიკატორს, ის გარანტიას გვაძლევს იმისა, რომ აი ეს a მეთოდი სადღაც უკვე გამოცხადებული არის და შემდეგ სურვილის მიხედვით მე შევძლებ აი ამ a-ის გამოყენებას. ხოლო ref-ის შემთხვევაში, როცა ვიყენებ refs, ეს ასე ვთქვათ, მისი გამოცხადება აი ამ ცვლადის გამოცხადება, აი value-ისთვის რაღაცა მნიშვნელობის მინიჭება, მთლიანად შემნებასულზეა დამოკიდებული და ეს ესე ვერ იმუშავებს. ამიტომ აი ესე ჩანაწერიც სრულად ლეგიტიმური არის. ამ დავწეროთ foo2 out-ი და int a, რაც ნიშნავს იმას, რომ აი ამავე foo2 მეთოდის შიგნით შემიძლია გამოვაცხადო ჩემთვის სასურველი ცვლადი, რომელსაც შემდეგ შეუძლებლად გამოვიყენებ. მაგალითად, თუ დავბეჭდავ a-ს და გავუშვებ, დავინახავ, რომ მნიშვნელობად დაიბეჭდება 7-იანი, იმიტომ რომ აი ამ foo2 მეთოდში მე აი ამ value-ს ვანიჭებ მნიშვნელობა 7-იანს. მოდი ახლა განვიხილოთ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი მეთოდი, ხშირად გამოყენებადი მაგალითი, როდესაც ვიყენებთ ხოლმე out მოდიფიკატორს. main-ში ყველაფერი წავშალოთ და დავწეროთ ესეთი რაღაც. string str, რაღაცა string-ი გამოვაცხადოთ, უდრიდეს console readlines, ანუ მოხმარებელმა შემოიყვანოს თავისი სურვილისამებრ კონსოლიდან რაიმე ტექსტი, ხო? შემდეგ დავწეროთ მეთოდი try_parse, ანუ int try parse. ჩვენ ამ მეთოდს უკვე შევეხეთ და ვიცით რა საკეთებს. თუ ვინმეს არ აქვს ნანახი, ეს გაკვეთილი ამ ასე ვთქვათ აუცილებლად უყუროს ამ გაკვეთილს, რადგან ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა არის და ამ გაკვეთილის აი ამ try_parse-ის შესახებ გაკვეთილის ლინკსაც იხილავთ აი ამ ვიდეოს აღწერაში, რადგან ეს მნიშვნელოვანი თემაა. და ჩვენ try_parse გადავცეთ ეს ჩვენი str-ი და მეორე პარამეტრად მის შიგნით, ამ მეთოდის შიგნით გამოვაცხადოთ out int result-ი. აი ეს. ანუ მეთოდის შიგნითვე გამოვაცხადოთ რაღაცა ცვლადი int result-ი, მაგრამ რადგან out-ს ვიყენებთ, შეგვიძლია ვიცით, რომ ასე ვთქვათ, მეთოდის შიგნითაც გამოვაცხადოთ. და შემდეგ დავწეროთ console writeline result-ი. ანუ ეს შედეგი დავბეჭდოთ. ანუ თუ ეხა out შევცვლით და დავწერეთ refs, დავინახავთ, რომ გააწითლებს, ხო, აი ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ასე ვთქვათ, out-ის გამოცხადება შეიძლება ესე მეთოდის შიგნით და refs-ის გამოცხადება არ შეიძლება. ამიტომ ისე დავაბრუნოთ out-ი და იყოს ესე. ხო, ну ამ მეთოდის ფუნქცია არის, ამ მეთოდის მოვალეობა და ფუნქცია არის ის, რომ აი ამ console readline-ით ეს str-სვლადში გადაცემული მონაცემი, რომელიც არის string ფორმატისა, დაპარსოს და გადაიყვანოს int ფორმატში და შემდეგ აი ეს გადაყვანილი, ასე ვთქვათ, გადაყვანილი მნიშვნელობა მიანიჭოს აი int results, out int results, რომელსაც აი აქ ვაცხადებთ, რომ ავტომატურად მიენიჭება. მოდი ახლა გავუშვოთ და ვნახოთ რა მოხდება. გავუშვით, თველოდება ჩვენგან რომ რაღაცა მნიშვნელობა შემოვიყვანოთ და მოდი ჯერ შემოვიყვანოთ ისეთი მნიშვნელობა, რომელიც არ არის რიცხვი, ხო? დავუშვათ, თუ დავწერთ რაღაცა ტექსტს და გავუშვებთ, ხედავთ, რომ ამ მნიშვნელობად აიღებს 0-იანს, ანუ default მნიშვნელობას და არ მოხდება exception-ი, როგორც მოხდებოდა აი აქ, რომ try_parse-ის მაგივრად უბრალოდ parse-ი გვწერებოდა. თუ გავუშვებთ თავიდან და შემოვიყვანთ რაღაცა რიცხვს, კი ბატონო, ეს გადაიყვანს აი ამ რიცხვს int ტიპის ცვლადში და საბოლოოდ დაიბეჭდება
სასურველი შედეგი, ანუ რიცხვი. აი ეს. ეხლა ეს უკვე ეს რეზალტი არის დამოუკიდებელი int ცვლადი და თუ ჩვენ აი ამ console write line result-ის ქვევით აი ამ results დავწერთ result ++ გავზდით ერთით და მე ისევ თავიდან დავუბეჭდავთ და ვინახავთ რომ დაიბეჭდება აი ესე, ხო? დავუშვათ თუ შემოვიყვანთ 5-იანს, დაიბეჭდება ჯერ 5-იანი, ანუ დაიბეჭდება 5-იანი, ჯერ შემოვა 5-იანი, ეს პირველი 5-იანი ნიშნავს, ანუ აი ამ read line-ის 5-იანს. შემდეგ გაიპარსება ეს, მაგრამ ეს არის string ფორმატში ჩაწერილი, ეს პირველი 5-იანი, შემდეგ მოხდება აი ამ 5-яნის დაპარსვა, ეს უკვე არის int ტიპის 5-იანი, ეს უკვე არის რიცხვი, რომელსაც შეგვიძლია ვემუშაოთ და ამის დამადასტურებელი არის ის, რომ აი ჩვენ აი ამ რიცხვს უკვე ვზდით და წერთ result ++, რასაც string ფორმატზე ვერ გავაკეთებდით, იმიტომ რომ string-ი ესე ერთი ვერ მიემატებოდა, იმიტომ რომ ტექსტს ბუნებრივია ერთით ვერ გავზდი და ხო, ესე ვერ დავაპატარებ, იმიტომ რომ ეს ++ არის მათემატიკური ოპერაცია. შემდეგ თავიდან ვბეჭდავ და უკვე გამოდის შედეგი 6-იანი. აი ესე იმუშავებდა ეს ჩვენი მეთოდი try-parse და out-int result-თან ერთად, ხო? ფაქტიურად ჩვენ ამ მეთოდის შიგნით შევქმნით ახალი ცვლადი, რომელსაც მივანიჭეთ სასურველი მნიშვნელობა. აი ესე. ხო, მოდი დღეს ამით დავასრულოთ. ვფიქრობ, საინტერესო ლექცია გამოგვივიდა. არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა თუ მოგწონთ ვიდეოები და ვიდეოს ლაიქის დაწერა თუ მოგწონთ ასევე ეს კონკრეტული ვიდეო. მოდი დღეს დაგემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებებს.